წარმოიდგინეთ ყოველდღიური სცენა. ყიდულობთ წყალს, ყავას ან საკვებს შეფუთულ მდგომარეობაში. რამდენიმე წუთში ეს შეფუთვა გამოყენების შემდგომ ნარჩენად იქცევა. ასე ხდება ყოველდღე. ერთი შეხედვით პატარა არჩევანი, ერთჯერადი შეფუთვა გლობალურ ზიანად იქცევა. ეს იწვევს ბუნებრივი რესურსების მასობრივ მოხმარებას და პლანეტის გადატვირთვას ნარჩენებით, რაც თავის მხრივ აბინძურებს წყალს, ნიადაგსა და ჰაერს. მაგრამ არსებობს ალტერნატივა. შეფუთვების ხელახალი გამოყენების პრაქტიკა. ეს არის შეფუთვების მრავალჯერადად გამოყენების სისტემა, რომელიც გვეხმარება რესურსების დაზოგვასა და გარემოს დაცვაში. Reuse კონცეფცია მარტივია. პროდუქტის გამოყენების შემდგომ შეფუთვას უკან აბრუნებ. ის გადის ჰიგიენური წმენდის პროცედურასა და შემოწმებას და მზადდება ხელახალი გამოყენებისთვის. ეს პროცესი ცირკულარული ეკონომიკის ნაწილია, სადაც შეფუთვა ნარჩენის ნაცვლად რესურსად იქცევა. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მასშტაბური reuse სისტემები ამცირებს სათბური აირების ემისიას 70%-მდე, ზოგავს წყლის მოხმარებას 75%-მდე და მნიშვნელოვნად ამცირებს ნედლეული მასალების გამოყენებას. შეფუთვების ხელახალი გამოყენების სისტემა ეფუძნება 4 მთავარ პრინციპს. მნიშვნელოვანია, რომ შეფუთვა იყოს მარტივად დასაბრუნებელი. საჭიროა არსებობდეს სტანდარტიზებული და უსაფრთხო წმენდის ინფრასტრუქტურა. გამოყენებულ შეფუთვას უნდა უტარდებოდეს ხარისხის მკაცრი კონტროლი. სასურველია გამოყენებული იქნას წამახალისებელი მექანიზმები, როგორიცაა დეპოზიტური სისტემა ან ფასდაკლება, როდესაც მომხმარებელი ამ ბიზნესის შეფუთვას დააბრუნებს. Reuse სისტემა არამხოლოდ გარემოსთვისაა მნიშვნელოვანი, ის ბიზნესისთვისაც ეკონომიურად მომგებიანია და მომხმარებლისთვის სარგებლიანი. პროცესისას იზოგება რესურსი, დრო და ენერგია. საქართველოში უკვე იდგმება პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით. წარმოებლები იწყებენ ცირკულარული სისტემების დანერგვას, რაც ქმნის უფრო ფართო მასშტაბიანი ცვლილებების საფუძველს. გააკეთე მდგრადი არჩევანი, აირჩიე მრავალჯერადი შეფუთვა და გადადი ხელახალი გამოყენების სისტემაზე. ხელახალი გამოყენების სისტემა მომავლის არჩევანია.